ებრაული სამყარო გლოვობს ცილისწამების წინააღმდეგ ლიგის ყოფილი ეროვნული დირექტორის ეიბ ფოქსმანის გარდაცვალებას, რომელიც 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფოქსმანი იყო ჰოლოკოსტის გადარჩენილი, რომელმაც 10 წლეულები გაატარა ანტისემიტიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან 1987 წლიდან 2015 წლამდე უხელმძღვანელა ADL-ს და გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ებრაული ხმა აშშ-ში და მთელ მსოფლიოში. ფოქსმანი დაიბადა დღევანდელ ბელარუსში. ჰოლოკოსტის გადარჩენა შეძლო მას შემდეგ, რაც მისმა მშობლებმა იგი კათოლიკე ძიძას ანდეს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ებრაული იდენტობა დამალა. მისი ხელმძღვანელობით ADL გადაიქცა დიდ გლობალურ ორგანიზაციად, რომელიც ანტისემიტიზმის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო ორიენტირებული. ამჟამინდელმა ADL-ის ხელმძღვანელმა ჯონათან გრინბლადმა ფოქსმანი აღწერა, როგორც გამორჩეული ორჩეული ებრაელი ლიდერი, რომელიც მთელი ცხოვრება სიძულვილისგან თავისუფალი სამყაროს შექმნას ეძღვნებოდა. ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა კი მას უწოდა მხურვალე სიონისტი, ჰუმანისტი და მეგობარი. დამატებითი შეხედულებების ისა რეაქციებისთვისთვის მივესალმებით რაბი მარკ ვაილდს, მანჰეტენის ებრაული გამოცდილების დამფუძნებელსა და დირექტორს. ასევე წიგნის ებრაული გამოცდილება, ებრაული აზროვნებისა და პრაქტიკის სულის აღმოჩენა ავტორს, რომელიც ნიუ-იორკიდან გვიერთდება. რაბი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. აბე ფოქსმანს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ებრაული ხმა იყო, უამრავი პატივისცემა მიეგება. რა დიდი დანაკარგია ეს. რას ფიქრობთ იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ისტოვებს? დიახ, ის იყო დიდი, მართლაც დიდი ადამიანი და მისი ლიდერობა უკვე ძალიან გვაკლია და მომავალშიც აუცილებლად დაგვაკვდება. მან ებრაული თავდაცვის საკითხი დღის წესრიგში დააყენა. ადამიანი, როგორც შესავალში ასე ლამაზად აღწერეთ, რომელმაც მთელი ცხოვრება ანტისემიტიზმს ებრძოდა და ის ებრძოდა მას ძალიან ფართო ფორმით, რათა ეს არ ყოფილიყო მხოლოდ ებრაელების მიმართ სიძულვილის გამოვლინება, არამედ ნებისმიერი სახის სიძულვილი, ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის, ნებისმიერი უმცირესობის მიმართ. და ეს უზარმაზარი დანაკარგია. არ შეძლებდი თუ არა ოდესმე წარმოიდგინო რა ხდება დღეს, როგორ გაუარესდა და გაუარესდა ყველაფერი. მაგრამ ამას ძალიან მძაფრად ბრძნობ, როცა ხელმძღვანელობ MJE-ს, მანჰეტენის ებრაულ გამოცდილებას. და გამოვეცი ეს წიგნი ებრაული გამოცდილება, რადგან ჩემი აზრით საჭიროა რომ უბრალოდ თავის დაცვიდან გადავიდეთ პროაქტიულ ებრაულობაზე. უნდა მივახციოთ იმას, რომ ახალგაზრდა ებრაელები შეიყვარონ თავიანთი ებრაული რწმენა, თავიანთი ებრაული მემკვიდრეობა, ისრაელი და უნდა შევწყვიტოთ მუდმივად თავდაცვაში ყოფნა. ანტიდეფემაციის ლიგა, რა თქმა უნდა არსებობდეს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი საოცარი საქმიანობის მხარდაჭერა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა უნდა შევცვალოთ მიმართულება და მეტი ყურადღება და ძალისხმევა დაუთმოთ პოზიტიურ იუდაიზმს და ებრაული საზოგადოების შიგნიდან გაძლიერებას, რადგან ჩემი აზრით ანტისემიტიზმზე საუკეთესო პასუხი არის ძლიერი და ამაპი ებრაელები. მინდა რომ იმ საოცარი დაფინანსების ნაწილი, რომელიც სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლას ხმარდება, ჩვენს შიგნით გაძლიერებას მოხმარდეს, როგორც ახალგაზრდა ამაპი ებრაელი ამერიკელები, ან სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ. ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია, განსაკუთრებით, როცა ვუყურებთ იმ სირთულეებს, რაც არსებობს. ჰოლოკოსტის გადარჩენილი თავად, AIB-ის პირადი გადარჩენის ისტორია მართლაც გასაოცარია. თუ ვესაუბრებით იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ახლა ასახელებთ, რა არის თავარი გზავნილი, როცა AIB-ის ცხოვრებას ვუყურებთ? ეს არის გზავნილი, რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს, დორ-ლა-დორ, როგორც ჩვენ ვამბობთ. დიახ, როცა ეიბ ფოქსმანის ცხოვრებას უყურებ ადამიანს, რომელმაც შუა საშინელებებს თავი დააღწია და შემდეგ ძლიერად დაბრუნდა საბრძოლველად და ვფიქრობ ჩვენს თაობას და უფრო ახალგაზრდებს უნდა გქონდეთ ეს შთაგონების განცდა, რომ ებრაელმა ხალხმა შეძლო აღდგენა შოას ჰოლოკოსტის შემდეგ. შეხედეთ რა გამოიარა ამ კაცმა და როგორ ააშენა ეს იმპერია, რომ მტკიცედ დადგეს ისრაელის გვერდით და ებრძოლოს შეუწყნარებლობას, სიძულვილსა და ანტისემიტიზმს. ჩვენ ახლობ ცხოვრობთ შედეგებში, არა შუას, არამედ 7 ოქტომბრის თანამედროვე შუას. და ჩვენ დავიღოთ მაგალითი ეიბ ფოქსმანისგან. და ზუსტად ისე, როგორც მან წამოდგა. ჩამოიფერთ ხამტვერი და მტკიცედ დადგა ისრაელის გვერდით. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ ეიბ ფოქსმანის მსგავსი ფიგურების მაგალითზე ვაჩვენოთ, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც ოდესმე გააქრობს ებრაელს. არ არსებობს სიძულვილის ან მიკერძოების ისეთი ფორმა, რომელიც ოდესმე დაგვაჩოქებს. ებრაელი ძლიერია.
ებრაელი ხალხი ძლიერი დარჩება, როგორც ჩვენ ვამბობთ, ამ ისრაელ ხაი. საერთო არაფერია. ბევრი გამოწვევა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მომავალ თაობებს შთაგონებისთვის წარსულის გმირებს უნდა შევხედოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში ადე ფოქსმანი, მისი ხსოვნა კურთხეული იყოს. დიდი მადლობა, რაბი მარკ ვაილდს. ვაფასებთ, რომ ჩვენთან ერთად იყავით ჩვენს გადაცემაში. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ამინ. დიდი მადლობა.